ძალიან სწრაფად და სტრატეგიის გარეშე უბრალოდ ის მიწები ამოყვა მიწების გამოფიტვის პრობლემა ოღონდ 7-8 წლის მერე. ეს რა ინფორმაცია ეს არის არასამთავრობოების კვლევის შედეგია, სადაც 67,000 ჰექტარი წავიდა ოვერუტილიზაციას, რასაც ეძახიან, ანუ ზედმეტი გამოფიტვის შედეგად მიიღეს ის, რომ სახელმწიფო სტრატეგია უბრალოდ არ არსებობდა მიწების მხართვის. არა, ძალიან არის იჯარი გაცემის არის უღადოს აღებაში არის იქ მე როგორც ვიცი პირდაპირ გადაეცა საკუთრებაში ეს საკუთრებაში გამოფიტვა ამასთან კავშირში ცოტა გაუგებარია. ანუ მიწების გადაცემა ისე რომ მათი დახარისხება არ მოხდა იმ პოტენციალის მიხედვით რაც ნამდვილად მიწებს გააჩნდა. ანუ ყოველგვარი კვლევის გარეშე მიწის კვალიფიკაციის გარეშე განაწილებული მოხდა ამ ფონდების და შემდეგ მოხდა იმის არასრული რატო უნდა ვიღაცა გაენაწილებინა ან ამ მექანიზმით უნდა გაენაწილებინა ამისაცნა შეიძლება თქვა კაი ვიღაცამ რაღაცა რაღაც ნაშრომში ეგეთი წარმოდგენა ჩამოაყენა რაღაც ორგანიზაციამ რაღაცა შეიცვალა რაღაცა თავისებური ამზადი დასკვნა დაწერა. მაშინ ასე გავარცებთ ამ თემას საუბარი რომ შემიაზრეთ ან მათი აზრით თუ არა მოგვედი როგორ უნდა შეესწავლო რატო უნდა შეესწავლო მე ეს შესწავლის შესაბამისად როგორ უნდა გაენაწილებია ამ შესწავლის მიხედვით ადამიანის უნდა შეესწავლა ესე იგი რომ ისთვის რომელი შესწავლი იუერგებოდა თუ რამე ლოგიკა თუ სად არსებობს ან რაღაცა ჰიპოთეზა მაინც რომ ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა რაღაც პროცესი ეს შეიძლება ეს გაშინა. ანუ ეს ძირითადად მიწების შეფასების კომპეტენცია, რაც უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო სავალდებულებას ეხება, ანუ ის რომელიც უშუალოდ სოფლის მეურნეობა უნდა გამოიყენოს, ეს არის შესაძლებელი აგრონომების მიერ. სასოფლო მიწა ყველაფერი უნდა გამოიყენოს სოფლის მეურნეობა. ანუ აგრონომის გარეშეც ნათელი. აგრონომი აძლევს იმ კვალიფიკაციას რამდენად ნაყოფიერია ეს მიწა, რამდენად მიმდინარეობს იმაში დეგრადაციის პროცესი, ანუ რამდენად შლადია ქანები და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე მოხდეს ამაზე სპეციალიზაციის განაწილება და ინსტრუქციების მიცემა, რეკომენდაციების სახით და რავალდებულების სახით, როგორ მოეცნენ ამ მიწასთან უთუდება, როგორ განავითარა შემდგომში. ანუ შემდგომში გაჩნია აუცილებელ წინაპირობად, რომ იადაგი იქნეს შესწავლილი, ფოსფორი აქვს, კალიუმი აქვს, ნაკლები, გასასუფის შემატება დაჭირდება, ქვევისგან განთავისუფლება დაჭირდება, თუ არა ხუნესტარი ხვალწაიღებს. ესენი შემდგომში აუცილებელია საკუთარ წინასწარ იქნეს შესწავლილი. იმისთვის რომ მიწის კვალიფიკაცია თავდაპირველად გასაგებია. ჯერ ეს მიგაჩნია, ახლა ისთვის მიგაჩნია. იმიტომ რომ თქვა, უკეთესია თუ არ ეს სიტყვაში, თქვა ეს თქვა. ესეც იცი. ახლა რაში იყენდა პრივატიზაციის პროცესში ამ შემწოდებას? საფასო პოლიტიკა შეიძლება შეწყალო უფრო დივერსიფიცირებული შეიძლება ახალო ამასთან უშუალოდ იჯარით გაცემის პროცესში. იჯარა გამედა პრივატიზაციის პროცესს თუ უგვიდებით და ვამბობთ რომ თქვა ყავს ამდენი მოსახლე და ამაზე თანაბარი ძალით უნდა გადანაწილდეს მიწები, თქვა არ შეიძლება თქვა რომ 5 ჰექტარი ყვითელი მიწა და 5 ჰექტარი შავი მიწა დაურიგო თქვა ყველა მოსახლეს, ხო? ანუ სხვადასხვა არათანაბარ პირობებში აკენებ ამით. როგორც კი დააპირებ გარიგებას რაღაც ფორმულით ჩათვალე რომ ისე იგი მაგრად ამოუგებლო მდგომარეობაში ჩავარდები უკვე მეხუთე სურვილს რომ რაღაცას მიცე მე-6-ესთან უკვე იქნება იმ ხალ ამბავი ისმე მინდოდა კიდევ უფრო ახლო მიდაიშვილი ჩემი ტომი და იქ ის მარგია ჩემი საყვარელი მურადა ესმის 1000 რაღაც მიზეზები ესმის ატყდება ესეთი ელიაკოთი შენ აიგებ თუ ეკი ისე იგი რაღაცა წყობრი თუ გაქვს ჯერ ის უნდა გაითვალისწინოს გადაცემის უკეთესი ვარესი გავარ მერე უკვე გადაცემის მეთოდიდან შესაბამისად შენ შორის მეტი არა თქვა საქართველოს თემი მოსახლეობა გავარ საკუთარში ვარ და შენ იცი ზუსტად ეს საქართველოს და ჩვენზე უნდა გაანაწილო ოდნავ მაინც თუ შეიძლება რაღაც აზრიანი გითხრა რომ
ვის რას მიცა და რატო რა კრიტერიუმით აი ესე ისე რომ ჩვენ ერთმანეთი არ დავხოცოთ ზოგია მოგ აი აბათ შეიძლება რამე ზოგი რაღაცას უჭირავს ეგ რაღაცეში ზოგი აგერ რაღაცა ზოგი დაკორილია ზოგი ხო ახლა მითხარ ანუ ამ შემთხვევაში თქვა დგას ერთი პრობლემა ვისაც უკვე აქვს რაღაც საკუთრებაში მიწა და იმას ანუ დავიწყოთ ადამიანების შესწავლა ხო მიწები დავამტკიცოთ ადამიანების შესწავლა ხო ხო მე რა ან ვიღაცას აქვს უკვე ამუშავებს ამ მიწასთან მუდმივი ურთიერთობა აქვს შეიძლება არა დაკანონებული ან რაღაც პროცედურული მხარეა და მაგის მოგვარებაში ჩემი აზრით უფრო მარტივად შეიძლება იქიდან გამომდინარე ადამიანს აქვს უკვე ეს სარგებლობაში იცის ამასთან ურთიერთობა მაქსიმუმ კვალიფიკაციას თუ მიანიჭებ ეტყვი რომ შეიძლება შენ თუ ასეთი გზით გააგრძელებ ამის უტილიზაცია შეიძლება მიყვიდე ამ შედეგამდე ხო ვთქვათ ეს უკვე არის თვითონ მოვიხმართ რა უტილიზაცია რას ანუ გადატვირთვა მიწის რესურსების იმიდან გამომდინარე რომ მიიღო უფრო მეტი სარგებელი, მაგრამ სინამდვილეში ამით ააკეთებ მიწის გამოფიტვას და მის დეგრადაციას. Over utilization-ს ეძახიან არა, ნუ მე ვერ გავიგე ბარიერებს სინაცი ვერ გავიგე რა. უტილიზაცია ნავს არა მოლა საკეთებ. ნუ ამ შემთხვევაში ამის უკან აზრიდებს ვერდე. მაგრამ ნუ კარგი თქვა ესე დავარ. მე აი რაღაცა შენ აზრიდა ეს დაგუბრალე თვითონ აქვს. აი მე დამობრალებ რომ საერთოდ ცხოვრებაში თოხი ხელში დამიჭერია, თუმცა დამიჭერია და კი ბატონო აღეცინამდეგები შენებურად იყოს. ამას ფანაერად ის ფანაერად როგორც გინდა ესე წარმოიდგინე. შენ თვითონ თქვი პირობითად გუთამაში. თქვი აი ის არის მეცნიერი. ის არის ქართლის მუშა. ის არის ასწავლებელი. ეს არის არქიტექტორი, ეს არის ექიმი და ასე. და აი როგორ დაგვინაწილდა საქართველოს მიწებს, რომ ყველას ქონდეს კერძო პატრონი. გაყიდი თუ კონკრეტულად რადგანაც შეგვისწავლეთ ულაპარაკებისას, ნუ რაღაცა მოგვარგებია. ხო, რომელიღაცას რომელიღაცა, რატო? ანუ უტილიზაციის გასაკეთებლად თუნდაც ან გადასაკეთებლად. ანუ გვაქვს ფენა, რომელიც უშუალოდ დაინტერესებულია სოფლის მეურნეობაში და აქტიურად არის ჩართული, მაგრამ აქ პრობლემა იმის, რომ არის მცირე მიწიანი. აქ შესაბამისად ხდება ის ეგერა პატარა ნაკვეთები, ეგერა გაშენებული საფრთხეებში, იმერეთში არის პატარ-პატარა ნაკვეთები. რაც არის, იცი დაახლოებით, რაც ვარ, იცი შემდგომში ვარ. აი როგორ ანაწილე რაღაცა დასაგები შენ ხო ეს პოლიტიკურად უნდა გაიტანო დაგიჭიროს მაგრამ ხო პროლოგ პარლამენტი ისე უნდა თქვა რომ გაიგოს კაცმა რაში დაგიჭიროს ან რაში შეგეცინააღმდეგოს ხო აი რანაირად ფიქრობ როგორ განაწილებ ისე რომ ერთხელ და სამუდაოდ დამთავრდეს ეს საქმე და კერძო გახდეს ეს მიწები გადაეცეს სწორად რაღაცეებს მიწაზეც არ ვაკლებარაკი დღეს ვაკ ლაბარაკი ჩვენ ზოგადად პრივატიზაციაზე მაგრამ ჯანდაბას მარტო მიწაზე გავაგზავნით საუბარი აი მე მგონი არ გაგეს არც იმას სადაც შინცა იკითხე და არც იმ ეს ბოლომდე კარგად ნაფიქრალი რომ აი როგორ გააკეთებდი შენი ნება რომ იყოს აი ბოლომდე დეტალებში ნაფიქრალი სტაბილიზება შეება ახლა შეიძლება მეტამფები მაშინ სპას და სხვა დამოსავლის სხვაზე პირადად შენ რასი როგორი განაწილების მეთოდი ო აი პრივატიზაცია ზოგადად რა ნაკლის ხედავ რა მოგეწონა სასულ პროცესებში რაღაცა ამისი თუ უკეთესად რამე წარმოგიდგენია შეიძლება დაგეკეთება ან ცუდი რა იყო იმის ხალხასმა აი რაღაცა თუ გადავწყვეტოთ რომ ეს ჩვენი რესურსები მიწა მათ შორის და სხვა ბუნებრივი რესურსები ყველა ვარიანტში უნდა გადავიდეს კერძო ხელში ამაზე უკეთესი თუნდაც ის იქნება რომ რაღაც ლატარია ვთქვათ პირადი ნომრების მიხედვით ჩადაროს აი ეს უბრალოდ გაყიდვა როცა არავინ არ ყიდულობს ფასი არ არის და ყიდველი არ არის
ну, ის პირადნაირად შეიძლება რაღაც მიწა ადგილობრივი მაგალითად დამოკიდებული რომ მაგალითად კახეთში უცხოვრო არ მომეცეს რაღაცა მაგალითად იმერეთში რაღაც იავისოთ ისე იგი როგორ გონია შენ აი ორი მხარე აქვს მაგრამ აქვს რომ შენ მოგეცეს კახეთში რო ხარ თქვა ფოთში მიწა და ფოთს რომ მიეცეს იქა კახეთში ხო მეორე მხრივ დადებითიც თუ იფიქრე რა თუ აკანელებს უძრობა რა თქმა უნდა გავიგე აუქციონებზე რაღაც საერთში მან აჯობა იქავს და უფრო მეტი არ გადაეხა და ან უფრო რაღაცნაირად რა ვიცი მაგრამ გაიმარჯვა ხო რაღაცაში რაღაც კითხვები რამ პლუსი აქ ამბავს აკეთ მაგრამ იქეთ გაიჩინა საკუთრება იმანაკეთ შევაჭრება იწყება ცოტა უფრო სერიოზულად ხდება мотиваციის გაჩენა უკვე არა ზოგადად შენ როგორც ანალიზებო მოყვა არამედ უკვე შენ კივა ეგ თუ პრობლემა ჩქება იქ თუ რაღაცა შემოდის მე კადრი არ ამომდის თავიდან 2008 წლის ომის მერე ხო რამდენი სისხლიანი კადრი გვაჩვენეს ხო რამდენი აფეთქება რამდენი რაღაცა მაგრამ აი ეს კადრი რომელიც მე მთელი სიონენ მატერიალა და შეყურადღებას მაგრამ იყო კადრი რომ ტიპი იძახის მე მგონი საერთოდ არ მაცხოვრებელი იქა რომ ის ტანკიო შემნაკვეთში რატო დგას რუსული ტანკი რაღაც ფოთში რაღაც კარგობაში დგას ეს ყოფილა ამის მიწა და ხო კითხვა ისეთი ისმება რომელიც ფაქტიურად ხო 1000 საშინელება გააკეთა ევროსმა რა მაგრამ სოფლიოს თვალში ეს მხოლოდ წონადი გამოდგა ეს ფრაზა ანუ ყველგან ასე თუ ისე იჯარად ციტვის ხო ის ტანგით რაღაცა ხერია ის მის თუ სხვა ქვეყანაში რაღაცა უჩი მესაკუთრეს და თერგიტრასვა მესაკუთრე თუნდაც გინდა ქართველი გინდა რაღაცა პარიზში იყოს თუ წამოვიდა ტანგი შეინიშნა გაიქცა იქ ვერ სოფლიო იცავს ამ საკუთრების უფლებას უკვე თუ საკუთარია ჩემი ის მიწა ხო და თუნდაც ფინელი იყო და გინდა ინდოელი და გინდა რაღაცა ისმის კეთილი უნდა ინებოს და იქ ვერი ასე ვერი მოგინებს თავის გემოს ხო ახლა ხო არის ეგ თელიანებოთი ავტოფრაქტიფიკაცია გამოწია რაღაცა იქიდან თუ აგვირდებით ყველაზე მწვავედ რაჟებს ჩემიო როიცავს სტორი ის რო იმან უშველებელი უბედურება მოახდინა და ყველაობი გააკეთა და ქვეყანას წაართვა თელიამდები რაღაც ვერიენტები ამდები ეს თქვენ წარმოიდგინეთ უკანა პლანზე გადადის ანუ სოფლიო იცავს ამ უფლებას როგორც სიცოცხლის უფლებას და სპანდახან უფრო ეტათაც იმიტომ რომ უფრო ძლიერი ძალები ცდილობენ ამის სიმხარის შენარჩუნებას ხო და შეიძლება მოიცავდეს რაღაცას მაგრამ სადაც ძლიერი იცავს იქ უფრო ვთქვით ხო ისე ანუ შეჭრა შემოჭრა ხანდახან პირიქით უფრო მეტად იმაშობა ატოღადებს ერთიანობას და სიძლიერეს ქვეყნის ვიდრე ხომ მაშინ ის ღირებული უნდა იყოს რაღაცაზე მეტი უნდა ღირდეს რომ მე მიიღდეს რომ დავიძრა იქ რაღაც ეს თავის დაიწყო ეს მუშაობა თავის და მაგრამ კიდე გეუბნები თუნდაც სულ გაიქცა რომ დატო აი უკვე ესეც როლს თამაშობს აი საფრანგეთი სულ დაუცელა ფრანგებმა ხო გერმანიაზე ნაცისტებს რომ მაგრამ რა ამერა ყველაფერი პატრონი ყავდა ისმის ეს მომენტები საყურადღებოა მეთქი არა ესე დაკავების ამბავში რომ თქვა ეს გასაგებია მაგრამ აი ნუ სიმშვიდობიანი სიტუაცია გვეშველა და უბრალოდ უნდა დავიწყო მუშაობა მე რო დავიზრა ჩემი ერთი ბოლო და ქვეყნის მეორე ბოლოში წავიდე იღირდეს მუშაობის დაწყება ეკონომიკურ რაღაცა მუშაობა საკუთრების უფლება კარგი მაშინ ისე უფრო ჯერ რაღაც მონახაზივით ვიტყვი. მოდი პირველ რიგში მაშინ გავამახვილოთ პოლიტიკურ ასპექტზე ყურადღება. ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ დღის წესრიგში არის პოლიტიკურად თუნდაც დემოკრატიის თემა, ხო? და მოდი ახლა პრივატიზაციის თემას დაახლოებით კავშირი გავაკეთოთ დემოკრატიას. რას ნიშნავს ეს? დემოკრატია არის ძალაუფლება, ხო? ხალხის, არა?
მაგრამ რეალურად რო ვიზახეთ ხალხს მინდა ძალაუფლება კონდეს რომ ძალაუფლება რეალურად ვის ხელშია ხო ძალას ვისაცა ხო და თუ ჩვენ ვიტყვით და ვაღიარებთ რომ ქონება იგივე ძალა ხო ვისაც მეტი ქონება მეტად ძლიერია გამომდინარე რომ ვისაც ხელში მეტი თუ ხალხს ჯამში ყველას ერთად ნაკლებიც ქონება აქვს და ნაკლები ძალა აქვს ვიდრე სახელმწიფოს და სახელმწიფო რაც ნიშნავს სახელმწიფო ეს ერთგვარი ის არის მაგრამ რეალურად ნიშნავს იმ დროს ხელისუფლებაში ყოფნას ხო სახელმწიფოს ძალას ქონებას და სიძლიერეს იყენებს ის ვინც ხელისუფლებაში თუ იმ ხელისუფლებაში მყოფს თავის განკარგულებაში მეტი ძალა აქვს ქონების სახით და ყველა და რაც მოსახლეობას ერთად აღებს აქვს ნაკლები გამოდის რომ ეს საერთოდ მაგარი ახლა როცა გვინდა აქედან უკან დაბრუნება და გვინდა ისე ნორმალურ რეალობაში დაბრუნება და გვინდა ეს განა დემოკრატიის პარალელად უნდა ლაპარაკო თუ შენ ეს ძალა მიაყოლი ამ ხალხის ფარს ცოტა გადაანაწილე საერთოდ როგორ მოხდება ეგ ამბავი ეს იქნება უბრალოდ თამაში ყოველთვის ხო ხედავთ რა ზანა ბოლომდე არ გარდაიცვლება არც ჩრდილოეთ კორეა თავს თავის იმას ხო ყველიდან არც კუბა არც ისა არც აგერთ უნდა სპუტინი და აი ყველა ესეთი ქვეყანა რომელსაც არ აქვს რა თქმა უნდა იმას უჭირთ ხო კაი ახლა ძალიან ვარ გავაგრძელოთ პოლიტიკურად პრივატიზაცია არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ნამდვილი დემოკრატია თუ სულ მინიმუმ ჯამში ხალხის საკუთრებაში თუ მეტი ქონება იქნება ვთქვათ 70% და 30 იქნება თუ სახელმწიფო საკუთრებაში და 30 შეიძლება ეს იყოს ჯარის საკუთრება პოლიციის საკუთრება ისეთი რაღაცები რაც სახელმწიფო ინსტიტუციებია თავის შესაბამისი ინფრასტრუქტურით ხო და საერთო სარგებლობის გზები და აეროპორტები რაღაცები ხო რომელიც თქვათ ისეთი რომელიც ნაწილობრივ კერძო შეიძლება იყოს ნაწილობრივ ისე ხო აი მაშინ უკვე შეიძლება დემოკრატიაზე ლაპარაკი ანუ 30% ძალა იმის ხელში გარანტირებულად არის 70 ხალხის ხელშია და თუ შტარობა ისე მუშაობს 20%-იც კი ხალხიდან არ დაუჭერს ხალხს გამარცხებულია გადარჩეულია დამთავრებულია ის საქმე ხო всё მოთანდა ეს არითმეტიკა შესაბამისად თავისი პოლიტიკური შედეგები ახლა რაც შეეხება ეკონომიკურ ასპექტს აქ ცოტა რთულად არის ეს რაღაცა ის კი არ არის მართლა პოლიტიკური მთავარი ამ თემაში სწორედ ეკონომიკურია მთავარი მაგრამ ამავე დროს უამრავჯერ გაიგონებ რომ რა მე პრივატიზებულია ის პრივატიზებულია ესა რა მე უკეთესია რამეთი მუშაობს ისე ნიშნავს მოგებით გარიგონია გადაჭირა და ეგ და ერთს ვარ ხო ასე მოკლედ და თუ არ იცი რა უპასუხო და შინა არსი რატო ხდება ეგა ისე იგი ძალიან თვანი გამოდიხარ და ძალიან სწორად გამოდის დისკრედიტებული ეს მთელი პროცესი რომელსაც ვიდებოდნენ რომ აი პრივატიზება მოხდება და ყველაფერი ამუშავდა არ ხდება ესე და არ შეიძლება მოხდეს რატო ძალიან გძლად გამოდის მაგრამ არ გამოდის მოკლედაც ეს თქმა და რაღაცა მაინც მინდა რაღაც ისე რაღაც ის მომენტი დავტოვო კაპიტალი ვარჩიეთ კაპიტალიზმი ვარჩიეთ ეხლა ჩვენ როგორ ვიქცევთ ისე ძველებურად ისევე ძველი მენტალიტეტით ერთი აკადემიკოსი გამოდის და ამბობს ისე მიწაზე მართლაც ვაღვიქვათ რომ თუ სოფლის მეურნეობა გინდა ამუშავდეს საჭიროა მიწა იქნეს შესწავლილი და ყველანაირად ამას კარგად რო შევისწავლით და ეს როგორ უნდა მოხდეს? უნდა მოხდეს ისე რომ სახელმწიფომ გამოყოს ფული აღადგინოს მიადავწებების ინსტიტუტი სახელმწიფო ინსტიტუტი იქ ხელფასები დაუნიშნოს ამ სპეციალისტებს კიდე მოიწვიოს უკეთესებიც
იმათ უნდა დაიძინი, უშაუნ რაღაცა და ფაქტორი თავისი დასკვნები რომელიღაც რა აკლია რატო უნდა გამოგიბეს და აი მაშინ სოფლის მეურნეობას ეშველა. გამოდის ეს რო დაждდება მეორე აკადემიკოსი გამოდის და ამბობს. ხერ აგეს ნიადაგი რა თქმა უნდა კაი საქმეა და შეიძლება შესწავლილი, მაგრამ საჭიროა აუცილებლად მელიორაცია. ანუ თუ არ გვერცხა ესე სოფლის მეურნეობაში რაფერი გავა. ამიტომ საჭიროა სახელმწიფომ გამოყოს ფული. შესწავლილი იქნა ესე პროექტები გაკეთდეს. როგორი არხები, როგორისა საერთოდ უნდა მოიწყოს. ზოგან შეიძლება არხებით, ზოგან შეიძლება ბუნებრივად, ზოგან შეიძლება წვეთოვანი მოწყვა, ათასნაირი მეთოდები არსებობს, ხო? და მერე სახელმწიფო უნდა გამოყოს ფული ეს ყველაფერი რო აშენდეს, შესრულდეს, გაკეთდეს და მერე კარგად იქნება ყველაფერი. ეს რო ჟდება, მესამე გამოდის, არც შენ ხარ სწორი, არც შენ ხარ სწორი, იძახის უფრო მთავარი არის ტექნიკა. თუ კარგად არ მოიხდა, დაიბაწყა, არის ხნა, ხო? ისე ეს ყველაფერი წყალში ჩაყრილი საქმეა თუ ეს არ გაქვს. მეოთხე გამოდის და თქვენ არ გესმით, თუ არ შეიღობა, თუ ეს დაგროვა არ გაგეთდა და ასე შემდეგ დაწვა მთავარი. ვეღუდე ენერგია მთავარი, თესლია მთავარი, ისაა მთავარი, ესაა მთავარი. ანუ უამრავი ცალ-ცალკე გარდაუვალია აუცილებლად ახლა სოფლის მეურნეობას, მაგრამ ყველა როგორც ერთი ჩვენ რეალობაში გამოდის ასე. ჯერ უნდა შევისწავლოთ, დავითვალოთ, ფუძე-ფუძე ყველაფერი. ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხარჯზე უნდა ვაკეთოთ, სახელმწიფო ინსტიტუტები, სახელმწიფო ფულით უნდა ვაკეთოთ ეს ფული. საიდან და ეს ფული ხო არ ისე ეს სხვა ბიზნესი უნდა იმდენი აკეთოს, რომ იქიდან იმათ წაართო, მოაკლო და აქეთ გადმოისროლო ამ ბიზნესში. და თანაც უნდა სამყოფი იყოს. და გამოდის რომ ბოლო მერე საბოლოო ჯამში ვერც ფული მოიპოვება იმდენი რომ საქმეს ეყოს ვერცისა და შედეგს კი ვხედავთ, ხო? ეხლა თუ კაპიტალიზმი ვარჩიეთ, ელემენტარულად უნდა გავიგოთ, რომ კაპიტალი თვითონ სიტყვა გეუბნება. ფინანსები უკვე კი არ მოდის იმ ძველი გზებით მეურნესთან, როგორც მაშინ იყო. ყველაფერი ერთ ცენტში იყო, თავმოყრილი და ფულიან, რესურსიან და ყველაფერი და იქედან მერე მოდიოდა ბიუჯეტის გავლით, სახელმწიფო ორგანიზაციების გავლით. მეურნესთან არამედ ეხლა სხვა გზებია, სხვა არხებია ფინანსური მოძრაობის, მთავარი არხები არის კაპიტალი. ანუ კაპიტალი თავისი ლიკვიდურობის ქვეშ, თავისი ფასის, მაღალი ფასის ქვეშ, რაც უფრო მაღალია ფასი, მით უფრო იზიდავს ფულს მისი უზრუნველყოფის ქვეშ. არ ეშინია ვიღაცას 900 მილიარდერს თავისი ინვესტორს, რომელიც ეძებს ის თავის ხვევებზე გაფასიზებული იყოს, სად დააბანოს თავისი ფული. 3%-ში გასესხებაც კი უჭირს, და ტყილა ტრილიონი დადებული და 3% 30 მილიარდი იქნება, ხო? კარგად 70 მილიარდს თუ ვერ იპოვა და ეძებს ის თავის საიმედო და საბანდებოს, ოღონდ ისეც კი არა რომ იცეს და მე დაკარგოს. ის ცალკე ეძებს და ეს კაპიტალი ცალკე თუ ის ნამდვილად ძვირფასია, ნამდვილად ზვირია და ნამდვილად საიმედოა იმის ფასი, რომ მე თუ იმის უზრუნველყოფის ქვეშ რაღაცა გავასესხე და მე იმან ვერ დააბრუნა, მე იმ ქვეყანაში უნდა ჩავიდე მახვილი და ესეც წასართვა. უბრალოდ უნდა ავდგე ის გადაღა დადებული ქონება, იქვე ასლარად იურისტმა უნდა გამიგეთოს ეს პროცედურა, ისე რომ არც მაინტერესებს რა ხდება ადგილზე. ის უნდა ბაზარზე გავიდეს, იქვე გაიყიდოს და ის ფული უნდა ჩემი დავებრუნდეს მე და იქ დანარჩენი მაცა იყო. დამთავრდა ჩემი ურთიერთობა ამ ქვეყანასთან. ანუ ახლა ანბანს ვამბობ, ხო? მნიშვნელოვანი არაფერს ისეც, მაგრამ საბოლოო ჯამში ეგ აღთავა. ანუ რა, რომ ფასი უნდა კონდეს იმ აქტივს, რომ ან მოიზიდოს, მან ითამაშოს მაგნეტის ფუნქცია და ინვესტიციები მოიზიდოს. და რა საქმე პრივატიზაციის ეკონომიკური შინაარსი უმთავრესი რა არის. ამ გაგებით არის ის, როცა მიწა არის სახელმწიფო საკუთრებაში. რა ფორმითაც არ უნდა იყოს იჯარით გადაცემული. რა ფორმითაც არ უნდა იყოს ვალდებულებებით გადაცემული, თუ არ გააკეთებ ჩამოგახჭო დაგაჯარიმლე იმას გიზამ, ამას გიზამ. ყველა შემთხვევაში თვითონ მას
როგორც ძირითად საშუალებას ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობაში უმთავრეს ძირითად საშუალებას მიწას სახელმწიფო ქონება ის როცა ითვლება სახელმწიფო საკუთრება მას ფასი უბრალოდ არ აქვს იმიტომ რომ ის არ ექვემდებარება არავის გაყიდვას და საბაზრო შეფასებას ფასზე კიდე ერთ სიტყვას თუ ვიტყვი უმნიშვნელოვანესი ფასის გაგებაში რა არის ფასი ნამდვილი ფასი არის რომელსაც ინვესტორი ენდობა საბაზრო ფასი ხო როცა მილიონი გამყიდველი სხვადასხვა მოწინააღმდეგე მხარეებიდან ცდილობენ რომ იმის ცდილობს იაფათი იშოვოს ის ცდილობს ძვირად გაყიდოს ესენი ყველაფერი ერთმანეთი თუ კიდე სხვაგანაა შანსი რაზეა მას იყიდეს ესე და სხვა სიტყვით რომ მილიონი ექსპერტი ქედან და აქედან ხრიდან ამ სუბიექტების სახით გამყიდველის სახით საბოლოო ჯამში რაღაც კონსენსუსამდე მიდიან რომ ეს ამ საკუთრის ფასი არის ეს და მას ქვია საბაზრო ფასი რასაც ენდობა იმიტომ ის უცებ ვერ იცვლება ამ მილიონი კაცი ერთად წამში ვერ შეიცვლის რადიკალურად თავის შეფასებას ის ნელ-ნელა ხდება თუ იცვლება ხო შედარებით სტაბილურია და ინვესტორიც ამიტომ ენდობა მას და იმის ქვეშ იმ ფასს იჯერებს და ის ვერ შეიძლება სუბიექტური იყოს და მაგინჯი იყოს და ახლა როცა რაც ხარ უნდა გენიოსებიდეს თავობაში რაც ხარ უნდა უპატიოსდეს ხალხისთვის სულ ნაღები იყოს ხო იმათი დადგენილი ფასი 100 წელი არ აინტერესებს არც ერთ ინვესტორს სოფლიოში იმიტომ რომ სულ თავისუფლად ყავს შეიძლება გამოაცხადოს სხვა ციფრი თქვა რომ აი ჩვენ ვიფიქრეთ დავთვალეთ და ასე კი არა ახლა ასე გვაწყობს ხო არაფერს არ არავითარ გადამოწმებას, არავითარ წონასწორობას არ ეუბნება ეს ფასი. მოკლედ მოვათავოთ. სახელმწიფოს არ აქვს ფასი და ამიტომ მას დაკარგული აქვს ინვესტიციის მოზიდვის ყველა რესურსი, ყველა თეორიული შანსიც კი და გადავდივართ ახლა მეორე ნაწილზე. დაიწყო გაყიდვა ამ რესურსის. გახდა კერძო. მაგრამ თუ იმ კერძოს ფასიც რატომღაც ნოლია, ნოლთან მიახლოებულია და რაც წინა შეხვედრაზე ვილაპარაკეთ, მსოფლიოში რაღაცა თანაზომიერი აქტივები ბევრად ძვირია ყველგან და აქ რაღაცა ხდება ესეთი სასწაული. გასასწაული იმას მერე იმიტომ ჭირდება ჩაღმაება, რომ ეს ფასი ძალიან ცოტა და ნოლისტოლია. ფაქტიურად იგივეა, ხო? გინდა სახელმწიფოზე ყოფილა და ინვესტიცია ვერ მოუზიდია, გინდა ყოფილა მისი კაპიკი. მისი ფასი კაპიკი და ვერ მოუზიდია. ორივე შემთხვევაში ვერ იზიდავს. და ვერც გაუწევს ხო კონკურენციას თუ ვერ მოიზიდა. ახლა იგივე ძველ საბჭოთა პერიოდში უკეთესად იყო ხო სოფლის მეურნეობა. რატო? იქ გამოყოფდა 10 კაპიკს ის კაცი. ვიღაცა შტერი თუ ჭკვიანი თუ ვიღაცა გამოყოფდა ამ საერთო ფულიდან ისი ნება იყო გამოყოფდა. და 10 კაპიკ კვადრატული მეტრზე და რაღაცა მაინც იქნებოდა ხო ამათ კაპიკ. რაღაცნაირი ტრაქტორი, რაღაცნაირი სასუქი, რაღაცნაირი ბორცვა, რაღაცა ხერხდებოდა. შეეცა საბაზრო გზაზე ხარ გადასული და სახელმწიფო მონებაში ვერაფერს ვერ გამოყოფ, იმიტომ რომ რა არის ძლევა კაპიტალი არ იძლევა მისთვის ფულს. სხვა ბიზნეს თავისი გაჭირვებია. კერძო რაც გახდა ის კაპიტი ღირს და ისიც 10 კაპიკს კი არა, თვითონ ღირს კაპიკი და ნახევარ კაპიკსაც ვერ მოიზიდავს ალბათ, ხო? რა თქმა უნდა, იმაზე არ ის შედეგი იქნება რა ერთსაც და მეორესაც. დამთავრდა მთელი ფილოსოფია. ისე იგი პრივატიზაცია მარტო როგორც პრივატიზაცია არაფერს არ ცვლის ამ კუთხით. თუ მან არ აღადგინა ლიკვიდურობა საბაზრო ქონების სრული წელში გამართული ლიკვიდურობა თანაზომიერი აქტივის შესაბამისი. და ეს ვილაპარაკეთ სწორედ წინა შეხვედრაზე, ვინც გაიგო, რომ პირველი რა აღიდგინა თავისი ფასი და მერე შესაბამისად ეკონომიკური ყველაფერი. პინებმა ხო? იმიტომ რომ დაიქცა ის დავთავრდა. მერე მეორე აქტივი, მესამე ტიპის აქტივი, მეოთხე ტიპის აქტივი და მიწები ახლა დაიწყო. ახლა სანამ ეს ბოლომდე არ ჩავა, სანამ კიდე გასაყიდია 3 მილიარდი და 5 მილიარდი ყველა ჯამში. მიწები. რა ისი იმედი გაქვს, საიდან გახდება ის ძვირი ამ ჭარბი მიწოდების ფონზე. ამერიკაში რო ადგეს შენ და ალაგებულ აწყობილ ქვეყანაში, და გერმანიაში, და იაპონიაში უცებ მიაყარო რაღაც აქტივი ზეჭარბი ოდენობით. გასაკეთე.
დავარდება, იმიტომ რომ შეფოფინებს ერთ-ერთი თავისუფალი სამყარო ამ ინდექსებს და არიქა ეს ინდექსი არის იგივე გამოხატულება პროცესის. ანუ ასეთი ვარდება ინდექსები იწევს დაბლა და ენადგურდება ეკონომიკა. წინსწრები ინდიკატორები. სიტყვები ყველას ქვია თავის. ძირითად კონდებს ქვია თავის სიტყვა ძირითადი, ანუ იქიდან იწყება ეკონომიკა. ამ ინდიკატორებს ქვია წინსწრები, იმიტომ რომ იქიდან ის ხდება ჯერ და მე იქიდან მოდის შედეგი. და 1000 ეგეთი რაღაცეები, რომელიც ანუ ჩვენ ახლა მოდი ასე გავამართლოთ რა, ისევ დავუბრუნდებით ჩემ პირველ კითხვას და როგორ რა თავარ თუნდაც პოპულარულ ყველას ენაზე რო უტრიალებს, რაც ცუდი ყველაზე ცუდი რა ქონდა პრივატიზაციას ყველა არსებულ შემთხვევებში, რაც ჩვენ გამიგია. თუ გნებავთ რაღაცაც აღარ გაძვალებ და გეტყვით, რომ ალბათ ყველაზე უფრო კარგად ჟღერს საწინააღმდეგო მომხარეს, რომ ერთეულებს ჩაუვარდა ხელში. ხო? ანუ არ მოიტანა მან მასობრივი ზრდა ფინანსური უზრუნველყოფის. ერთეულს კიდე აღარ იყო იმდენი ფანტაზია, რომ ტელეკომუნიკაცია მოდებოდა. და შესაბამის ეფექტი ვერ გამოიღო, ხო? არც ლიბერალობა მოხდა, არც არაფერი ეცერა. აი, მოდი ჯერ ამას ჩავამოვდე ამ დეტალს. რამდენად შესაძლებლად გეჩვენებათ რამე გზით, რომ ცოტა უკეთესად მომხდარიყო ეგაფა. ანუ ისე იგი რაღაცნაირად ჩატარებულიყო და უფრო მეტი გამხდარიყო. ეხლა შეგვიძლია თქვა, რაც არის სახელმწიფო იმაში, რაც ქონებაში, ყველა უნდა ყოფილიყო პრაქტიკულად გაყოფილი მთლიანად. ეს ვაუჩერით კი არ უნდა ყოფილიყო. ყველა უნდა გადაკეთებული სააქციო საზოგადოება, სადაც იქნებოდა რაოდენობაზე მოქალაქეზე და ყველას უნდა მიეცემოდა ერთ-ერთი აქცია. მაგალითად. და იმ კოლექტივის იმას რაღაც 25% უნდა დარჩებოდა. ანუ ყველას უნდა ქონოდა პაკეტი, ყველა ამ აქციების, ყველა მოქალაქეს. ისე თითო თითო ანუ ყველა თქვა 5 მილიონი კაცი ცხოვრობს, 5 მილიონი. ყველა აქცია 5 მილიონად, ყველა სააქციო საზოგადოება 5 მილიონად შეგვეპასებია. 5 მილიონი აქცია იყო საკაპიკი. ანუ ზოგის კაპიკი, ზოგის 7 კაპიკი, ზოგის 10, მაგრამ 5 მილიონი. ყველა პრობლემები. საინტერესო მომენტია, მოდი ახლა ჩავამოვდეთ მათ. არა, მაშინ უნდა გადაკეთებული იყო სააქციო საზოგადოება ყველა. ეგ უკვე გამოიწვევდა ზრდას ფასს. არა, თავისთავად ეს ისედაც მოხდა. სააქციო თუ მაინც გადაკეთდა ყველა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, იმიტომ რომ უბრალოდ ისე იგი ვერ გავიგია. თუ ის ცირეულობა არ დაყავი, ისე რომ პენსიონერმა შეძლოს თუნდაც პატარა ნაწილი იყიდოს ამათუ იმ რამაც აქტივის, რომელზეც კომუნისტების დროს სინამდვილეში ხომ მოდის იმაზე ლაპარაკი, მანდ იყო სადღაც 5000 საწარმო მაქსიმუმი ხარ პაკეტში. საქართველოში იყო 1300 საწარმო. 1300 საწარმო კაპრივატის და გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად. შესაბამისად გამოიშვა შესაბამისი რაოდენობის აქციები, უფასოდაც მიეცა ეკონომიკას 10%, 10% თუ 20%-ის ფასდაკლებით მიეცა ასევე თანამშრომლებს და ასევე მიეცა მათ უფლება მათი რეკომენდაციით შეეძინათ საკონტროლო პაკეტები კონკურსის გარეშე რაღაც ჯგუფებს. ნუ ახლა შედი ორიგინალობა რაშია? არის იმაში რომ აი და ძალიან საინტერესო აზრია შეთაშორის რომ შეფასება ზე კი არ ყოფილიყო აქცენტი, ყოფილიყო უბრალოდ რაოდენობაზე, ყველგან ყოფილიყო 5 მილიონი აქცია და აქედან თითო ადამიანებს. ეს მოხდებოდა 5 მილიონი ცოტა მეტი იქნებოდა, იმიტომ რომ რამდენიც არის მოსახლეობა რა ჩვენი მოქალაქე რამდენიცაა ასე კერძო ხელში გადაგვებარებია ეს ისა მაგ უკვე გამორიცხულია ყოველგვარი ფულზე ლაპარაკი და რეგულარობაზე ლაპარაკი ეს იქნებოდა უბრალოდ თანაბარი გაჩუქება ყველაფრის და ისე იგი ნუ უბრალოდ რა იქნებოდა მაგის მონიტორინგი აღრიცხვა და ამბავი ამ სხვადასხვა ნომინალის პირობებში ბაზარზე რაიმე სახის ბირჟის მორგება თემაზე და ის საბრიჯო ინსტიტუტები რომელსაც 1000 აპრობაცია გაიარა საუკუნეები გინდა ლონდონზე გინდა ნიუ-იორკის და გინდა ისა და
ვერაფრით მაგას ვერ მოერგებოდნენ, მაგრამ დაუშვათ ესეც მეორე ხარისხის თემა. პრინციპში მაშინ უკვე იყო ეს ბირჟა, თვითმოდიში ეს კავკასიის ბირჟა იყო სასაქონლო. ვიცი რა სასაქონლო, მაგრამ მაგ სააქციო საზოგადოებების ის რა ქვია ლისტინგის გაკეთება დიდ პრობლემას არ შეადგენს. არა, მაგას რა თქმა უნდა, არ შეადგენს, როცა არის ის მიდგომა, მაგრამ ასეთშინა ისეთი სპლინტით, ისეთი წესი და დანაწევრება აქციების და ახლა თანდახან კეთრი წია გამოვიდოდა ერთი აქცია 5 მილიონზე რო გაყო რეალურად მაგრამ ეს საერთოდ გადავდა ვერცე მიჩვეულო თემა გადავდა ვერცე ტექნიკურ თემას საერთოდ პროგრამულ ზრუნველყოფასაც რადგანაც თუ ის ღირებულია სტრატეგიულად და აი ამ კუთხით ვილაპარაკოთ მე ზოგადად რომ მირჩევნია თორე ტექნიკურ იმაში თვითონაც ამავდროულად იყო მაგრამ მოდი რა ეს ჯერჯერობით გვერდზე გადავდოთ მე არ გამოვიყენებ ამ იმას მომენტს რომ არის ტექნიკურად დაგარწმუნდეთ და დავამთავრებთ თავარი მოხიბნელი ამ ფონზე როცა აქციებს უშვებ როცა კორპორაციული მართვაზე ანუ საფრთხეს უკეთებ ხო ეკონომიკას ამ ნაირს არის ის რომ ესენი ერთად გჭობენ, ერთად წვეტენ. დამალვაძნელია, იმიტომ რომ იქ თუ სახელმწიფოზე როცა ერთი კაცის როა 100% შობს კორუფციას მინდა აგიძე, იმიტომ როცა ერთი კაცისა 100% ხო რაღაც წარმოების. ერთი ერთზე ჩდება სახელმწიფო ჩინოვნიკთან პირისპირ, როცა მას უმოწმებენ, ხო პატიოსნებას. რევიზია რაღაც ერთი წევდიან ერთმანეთს და რაღაცა შეიძლება 100,000-ის მოტყუება იმანა პატიოს 10,000 და დაიბანონ ხელი და წავიდნენ სახლებში, ხო? როცა ეს რამდენიმე მოწილია ამ მაშინ უკვე ერთს კაი გაუზიარე რომ აი ასე პარაკს სახელმწიფოს და მოდი რა ერთად მოპაროთ რაღაც ორ სამს მაგრამ всё დამთავრდა ხო ხელად გაბაზრდება მე და ესე შანსი არ არის რომ დაიმალოს და ამიტომ ამერე გიკვირს რომ კაპიტალისტურ ქვეყნებში სადაც ეს კორპორაციული მართლა მუშაობს პირდაპირ რაღაც ლაპორტობენ ანუ პირდაპირ ერთიან ბიუჯეტსაც გადასახდელი ჩვენ ახლა სხვა რაღაცას გადავედით მაშინ იყო კანონმდებლობის ერთ-ერთი ეს მიწა ეკუთვნოდა კოლმეურნეობას თუ